ესენი გვესაუბრება და თავად გვიყვება საკუთარ ისტორიებს. Რამდენი პოეტი, მხატვარი, კომპოზიტორი აღაფრთოვანმა მისმა დიდებულებამ. ჩვენს მოგზალებულად შევეცდებით მათი ლექსებითა და მელოდიებით დაგანახოთ შემოდგომის ბრწყინვალება. მაშასე ვიწყებთ. ზაფხულის დღეები მილია, რიგში შემოდგომა ჩადგა, ჯერ კიდევ მწვანედაა შეფერილი არემარე, ცაც უძირო და ზღვისფერია. მზე დილიდან დაღამებამდე უმოწყალოდ აღარწვავს და ხრუბლებს მიღმა მორცხვად იმალება. და რა დაისია სექტემბერში, ჰორიზონტს მიღმა მზე ნარინჯისფერი, წითელ იისფერ ნათებას არქვევს და ამ წუთებში მთელი სამყარო ზღაპრულ ფერებში ეხვევა. ამის შემყური ადამიანს გინდება გაერინდო და შეუერთდე ამ მარადიულ სილამაზეს. მაგრამ უცებ ბავშვების ხმა გაისმის, მხიარულების ხმა, სკოლის დაწყების მხიარულება. სწორედ რომ ზაფხულის ნამსხვრევია, ალერსიანი სექტემბერი. ასკილი, მოცხარი, მოცვი, გზადაგზა, კუნელი ხდება, აღარ წვიმს ლამაზი მხრები, გაშალეს ლამაზმა მთებმა, მივდივართ ცივი, სექტემბრის ქარები ქრიან და სველ გზებზე წაბლის და იფნის და მუხის ფოთლები ყრია. მოვედით სამადლოს ხევთან, ნისლებში დანთქმულა ისიც, მე მინდა სულ ვიყო შენთან, როგორც ეს მთებიდან ნისლი. ასკილი, მოცხარი, მოცვი, გზადაგზა, კუნელი ხდება, აღარ წვიმს ლამაზი მხრები, გაშალეს ლამაზმა მთებმა. საბანი გაფარია, წიქარა წყოკია ცახარია. შემოდგომა ტკბილი ზღაპარია, შემოდგომა დარჩენილი მერცხალია, სიმინდის ბრიალა მარცვალია, თავზე ვაზის ქუდი ახურია, მე მგონი ის ქუდი კახურია. სულ თავაღებული დააბიჯებს, ბიჭებს მოძვრევი დააჭიდებს, ზღვაში რომ თრალი მტევნებია, მისი ქეშაკი მდევრებია. ქვევში რომ აჭრის დუღილია, ესეც შემოდგომის ქუხილია. აი, როგორია შემოდგომა. შემოსულა შემოდგომა, ქუჩებსა და მოედნებს, მოშრიალე ხის ფოთლები, ფრთოსნებივით მოედნებ. შემოდგომის ქარი ხრის თუ გაზაფხულის დარია, ლამაზები სეირნობენ, განა მართლა ქარია. მარჯნის ფერი, ქარვის ფერი, ქარმა ერთად არია. ეს კაბები შრიალია, განა მართლა ქარია. ზეცხრუბლების გალავანზე ლაღად გადმომდგარია. სიყვარულის სიმღერაა, განა მართლა ქარია. განსაკუთრებით ლამაზია ჩვენში ჯადოქარი ოქტომბერი. ეს ის დროა, როცა ბუნება უკანასკნელი, ნათელი ფერებით ფეთქდება და ყველაფერს ოქროსფრად ღებავს. ჭრელაჭრულა სამოსში გამოწყობილი ბუნება სამეჭლისოდ ემზადება. ძეძნები იშლიან ნაწნავებს და ფერად ხალიჩებს ქსოვენ. ტყეებიდან წამოშლილი ფრინველები მწყობრიგებად თბილ ქვეყნებში მიემართებიან და თან სამშობლოს მონადრევა მიიღონ. მიყვარს წითელი ფოთლები, მიყვარს ოქტომბრის ფერი, როცა მთები და ტყეები ოქროს სიმღერა წერს. მიყვარს შვიდი ბზის სინათლე, ლანგარზე ბევრი ხილი, ქოლგა წვიმები ლაბადა, ზედად შექმნული ღილი. აჭრელებული ფერები, ოქრო ცეცხლი და ქარვა, სულ სხვანაირი სიმღერა იცის ოქტომბრის ქარმა. ციფე ღურზით ხარობს თვალი,
ჭრიას მოსავალი სახლის უკან ბღავის ბალი ვაი ჩემი ტყავის ბრალი წვიმა გახშირდა დაჭკნა გვირილა ხეზე მტრედივით ჩემოჯდა სუინი საწნახელ სისხლი წასკდა ცხვირი და ჭურში ორში მომ ჩათურა ცხვირი შენახარჯვენი შვება დალხენა შენგან არ მახსოვს ოდნავი წენა შეხარის კაცი ზუგალი ყველას ღვინისკენ უჭირავს ვალი როცა გადაკრა ვარაყავს დარი მისთვის ღია სამოთხის კარი საქართველოს ველებმა განთიაძემ თისწერვალებს ოქროსფერი ევლება ბაღში ხარობს ფორთოხალი ოქროსფერად სიმციებს და ნაყოფით დახუძული ძლივს იკავებს სიმძიმეს ვაზი ცხენზე დახვეული ყურძნის მტევლებს გთავაზობს მოდი ყელი ჩაიშაქრეთ სუგრუმელა თამაზო მინდვრო წასვლა დაყანებით ნახვა თუ კი ინებე ოქროსფერი ტაროებით კბილად შემოგცინებე ხორბლის სურნელი ასთით კალოებს ზეცძველებურად არ იკბინება და უელვარებთ სავსე ტაროებს ნამით ნაფერი ოქროს კბილი თას გასქერის თას გასახის სადღაც აყანეთ ახოებს ჭრიან და გაბმუყეფას აგებებს ძაღლი ორღობებში ურმების ჭრიავს ბარაქის თვალი დაივლის სოფლებს აღვეხუნდება გიტარის სიმი დაიხმარებენ აცნობ მეზობლებს და მთელი ღამე არჩევენ სიმს შემოდგომა გიორგობის თვეოდ. ნოემბერს გიორგობის თვეს უწოდები. 23 ნოემბერს ხომ წმინდა გიორგი ხსენების დღეა. ერთ დროს ქრისტიანთა მდენელს, შემდეგ კი ქრისტესათვის წამებულ წმინდას საქართველოს ყველა კუთხეში
აუგო ეკლესია მონასტერი, მორწმუნე ერმა. წმინდა გიორგი სამართლიანობისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. ლეგენდის მიხედვით, წმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ყველ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილები ჩამოვარდა, სალოცავები დააწეს. ცა შეიჭმუხნა პირქუშობს, დაკლებული აქვს სითბო მზეს, ქარი უბერავს მრისხანეთ, თავს ახრევინებს ყველგან ხეს. დაყვითლებული ფოთლები, ძის ჯარათები ნებიან, რა ღვთის რისხვა, შიალით ერთმანეთს აუნებიან. გველეშაპივით ღრუბლები, გადმოსწოლია მთის წვერებს, დაბლა ბარშიაც დასუსხა, ავდარი წვიმას აპირებს. დავალ საყვარელ ქუჩებში დამიხარია წვიმას მძინარე თბილისი დაუნენია მიფინება გზაზე შუქიცის ფერი მიმასილებს გვარი ძველი სიმღერი ჩემი ნაცნობი ქუჩები ისეთერია წვიმის სვეტები მამეში აქ არის ჩემი მთაწმინდა გაყვითლდა მთები, გაფუჭდა გზები, უცქერ ბუნებას ჯავრითაგუდები, აღარსად ვარდი, აღარსად ია, დაბლა ყვითელი ფოთლები ღრია. დღე ისეთია, როგორაც გლახა, შეეცოდება კაცმა თუ ნახა. მკვდარა მირანს ჰგავს მინდორველები, დაუკრეფიათ გულზე ხელები. შემოდგომა თავის სისავსით რომ შერჩენოდა ეს ფერები რომელიც ჰქონდა ნაკადულების ნაპირებზე მზინავდა ხავსი და ალუბალი მაყulis ბართთან სიზმრებზე ბჭობდა ჟინჟლავდა სუსხი ძველებურად ძვლებში აკანდა ჩამოდიოდა მთის მწვერიდან დაბლობში ნისლი ბოლო ქანქარა დახტუნავდა ბებერ ატამთან და თუთის ფოთლებს გაყინოდა ძარღვებში სისხლი მოცნება ჩვენი უკვე სრულდა, გადგაშენება
მოგახსენებთ მობრძანებისთვის პატივცემულო სტუმრებო, პედაგოგებო, მშობლებო, მოსწავლეებო. რა ვიცი, მე მგონი დღევანდელი დღე შედგა. შემოდგომასავით მოფუსფუსე დღე ვქონდა. არაჩვეულებრივი ბავშვები მყავს სოფელს. მადლობა მასპინძლობისთვის ქალბატონ ნინო ჯაველიძეს და ამ არაჩვეულებრივ მუზეუმს, არაჩვეულებრივ გუნდს. მე მგონი მიიღეთ სიამოვნება დღევანდელი დღით და მე მინდა ახლა მოვიხმო ქალბატონი ლალისი ჭინავა, ჩვენი უპირველესად ჩვენი მასწავლებელი, ჩვენი მეგობარი. ამჯერად როგორც რესურს ცენტრის ხელმძღვანელი. ქალბატონო ქეთი, აქედან ვისარგებლებ და გილოცავთ თანამდებობას და გთხოვთ, მობრძანდით, 1-2 სიტყვა გითხარით, ბატონო. ვახო, ჩვენო უპირობო მხარდამჭერო და დამხმარე. გთხოვთ, მობრძანდით და რა ვიცი, ლანა გთხოვთ. წარდგენა ისეთი იყო, რომ მე ჩავთვლი საჭიროდ და მიმაჩნია ასე, რომ ჯერ მაინც მასპინძლად ვითვლები, როგორც სკოლაში ამ სკოლის მასწავლებელიც და შემდეგ რესურს ცენტრის ხელმძღვანელიც, უბრალოდ ჯერ თქვენ გთხოვთ. ჩემო ძვირფასებო, 2 სიტყვით და მე მოგესალმებით ყველას. მე დღეს მადლობებით დავიწყებ და პირველ რიგში მინდა ჩემს გუნდს, ჩემს მუზეუმს უთხრა მადლობა და განსაკუთრებით ქალბატონ ნინო ჯაველიძეს. მისი დამსახურება, რომ დღეს ესეთი ლამაზი დღე შედგა და ყველა სტუმარს ჩვენთან მოსვლა უხარია. ქალბატონო მადლობა თქვენ, ქალბატონო ლალი, თქვენ ჩემდამი სიყვარული მე მგონი ყველა ვიცის და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თქვენ ძალიან უხდებით ოზურგეთს, ქალაქ საქართველოს. მადლობა თქვენ ბავშვებო, მშობლებს, რომ აირჩიეთ ჩვენი მუზეუმი. მოგესალმებით ყველას, ახლა პირველად როგორც დეპუტატი, დღეს დიდ მადლობას გიხდით, რომ დღეს მომიწვიეთ. დიდი მადლობა, რომ ასეთ ლამაზ გარემოში, ასეთი შესანიშნავი ღონისძიება წარმოგვიდგინეთ. ვუყურებდი ჩვენს ახალგაზრდობას და გული სიამაყით მევსებოდა, რომ ჩვენ სოფელს, ჩვენ სკოლას ასეთი ნიჭიერი, ლამაზი, შემოქმედებითი ახალგაზრდები ყავს. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს, ქალბატონ ნინოს, რომ ასეთი შესანიშნავი ღონისძიება წარმოგვიდგინეს და მინდა გისურვოთ, რომ ბევრი ლამაზი და ფერადი დღე გქონოდეთ. მოგესალმებით ყველას, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ასე ერთეყოფნისთვის, ასე ლამაზი ღონისძიებისთვის. უღრმესი მადლობა, ვისაც ოდნავ წვლილი შეიტანა ამაში. ჩემი ულამაზესი სოფლის ასე გალამაზებისათვის. აბსოლუტურად ბავშვებო, თქვენ ისწავლით, რომ როგორი განსაკუთრებულია საქართველოში ნებისმიერი წელიწადის დრო. მაგრამ გურიაში ზოგადად და შემოდგომას მაინც განსაკუთრებული სილამაზე აქვს. ამ სილამაზე თქვენ გენაცვალათ ჩემი თავი და დიდება ჩემს სოფელს იმედად თქვენას. დიდი მადლობა ყველას. მინდა გითხრათ, რომ ალბათ შეამჩნიეთ, რომ მონაწილეობდა, აქ არ იყო არჩეული ბავშვები, რომელსაც მხოლოდ სიმღერა შეუძლია. ახ მთელი კლასი, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. მოგახსენებათ, რომ მცირე კონტინგენტიან ვარ და ყველა იყო წარმოდგენილი და აი ამისთვის, აი ამ რა ვიცი, გმირობისთვის, თამილა მასწავლებელი, რომ ყველა ამღერეთ. და ყველა მიმღერა დღეს უფონოგრამოდ, ცოცხალი შესრულებით, უღრმესი მადლობა. ნუ რა ვიცი, რა შეიძლება თქვა, როცა სკოლაში ყავს უბრალოდ თამილა ბუჭულაძე. მადლობა. მადლობა შოთიკო, სათხარ. ჩვენი შენაძენი, ჩვენი განძი აი ამ არაჩვეულებრივი მუსიკისთვის. გაიხარე შოთიკო, მადლობა ყველას. აი ახლა კი მივცემ უფლებას, რომ თქვა 2 სიტყვა. იმაში ნამდვილად მართალი ხართ, რომ მართლაც ჩემია. ჩემია ცხემლის ხიდი, სადაც ფეხი ავიდგი როგორც მასწავლებელმა. და ყველა იმ სარბიელს, რომელიც გავიარე და დღეს აქ ამ პოზიციიდან ვდგევარ, ყოველთვის გრძნობდი ჩემი სოფლის, ჩემი აი ამ არაჩვეულებრივ თქვენ მშობლების, თქვენი ოჯახებს, საერთოდ სოფლის დიდ სიყვარულს, ჩემი არაჩვეულებრივი ბავშვების სიყვარულს და მხარდაჭერას ამისთვის,
მადლობას გიხდით. მადლობა ირმა იმისთვის რომ ასე ლამაზად აგრძელებ იმ დასაწყის, რაც ერთად შენ მასწავლებელმა და მე დირექტორმა ერთად დავიწყეთ. ახლა აღარ დავიწყებ რომ მოსწავლე იყავი და კიდევ რაღაცეები, ხო? ვიცის ყველა. ასე რომ მე მინდა მადლობა გადაუხადო მშობლებს, რომ ყველაფერთან ერთად ჩანს თქვენი მხარდაჭერა და ამას ყოველთვის ყველა სკოლაში ვამბობ, რომ არა თქვენი გვერდში დგომა სკოლა უსმშობელოდ ნამდვილად ვერ იქნება. თქვენი მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება. მადლობა მასწავლებლებს, იმიტომ რომ ჩვენს არაჩვეულებრივ თამილას, არაჩვეულებრივ შოთიკოს, არაჩვეულებრივ დავიწყებ მაიკოს, ლიას, ხათუნას, არ ვიცი რომელიმე არ გამომრჩეს. მაიკო შენ არ მეგულისხმე ხარ, სადრაძე ვთქვი. ხო. თუმცა ვიცი შენი წვლილიც აქ რამდენი არის. ამიტომ ყველას არ მინდა კლასის ხელმძღვანელებს პირველიდან ყველას აქ მე-10 კლასელებიც იყო წარმოდგენილი, მე-11 კლასელებიც და მართლაც იმ მცირე კონტინგენტიან სკოლას, რომელსაც ასე ჭირდება ყველას გვერდში დგომა. მადლობა თქვენ. კეთი შენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. ვახოსთან ერთად მომიწია ურთიერთობა და მე იმ წლებისთვის, იმ 2 წლისთვის, როცა ვახო იყო და სკოლას როგორც გვერდში ედგა, მე მას მადლობა ბევრჯერ მithქვამს, დღესაც ვეუბნები. მისია არა მარტო სკოლის წინაშე, სოფლის წინაშე და იმ ნდობისთვის, რაც ხალხმა გამოგიცხადა და ნამდვილად ვიცი, რომ შეძლებ ამ ყველაფერს და წარმატებებს გისურვებ. ერთიანობა და ერთად ყოფნა ყველაფერს შეაძლებინებს ადამიანს. მე მინდა ლანას უთხრა მადლობა, არა იმიტომ რომ ასე ლამაზი თბილი სიტყვები და სიყვარული გამოხატა ჩემს მიმართ, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი ბევრჯერ გამოვცადეთ მუშაობაში, გვერდში დგომაში და კიდევ ერთხელ რომ სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერი კეთდება. ყველაზე მთავარი ყველგან ყოველთვის არის ამოსავალი სიყვარულის. უცებ ამომიტივტივდა და ვიტყვი ჩემს ლუკას სიმღერიდან რომ აქ ემღერება გულს, ნამდვილად ემღერება აქ აი ამ ეზოში გულს და ამის დიდი დამსახურება ნინო ჯაველიძეა და აი ესეთი კადრებისთვის ლანა მართლაც მადლობა. ნინო ჯაველიძეც ისევე მე როგორც ცხენლისხიდის პირმშო, ასე ვთქვათ, ნინოც ჩვენი სკოლის პირმშოა და ისინდენად უყვარს მას ცხენლისხიდის სკოლა, რომ სხვანაირად არ შეიძლება სხვანაირი მასპინძლობა მას და მის გუნდს აქ მოეწყო. უბრალოდ ეს ეზო მართლაც არის სითბოთის სავსე, სადაც მართლაც მარტო ცხენლისხიდის სკოლას კი არა ლანა, ქალაქის სკოლებს, სხვადასხვა სოფლის სკოლებს მოუხარიათ და ამ მასპინძლობისთვის და ამ თანამშრომლობისთვის, რაც სკოლებთან გაქვთ, მე მადლობას საერთოდ სამუზეუმო გაერთიანებას ვიტყვი შენი ხელმძღვანელობით. კიდევ ერთხელ არ დაგხლით, უბრალოდ ამ ჩემს ლამაზ გოგონებს აგერო დგანან მადლობა უთხრა და მოდით აი ეს ფერები, აი ეს ფერადი ფერები არ მოგშლოდეს, ხალხო. შემოდგომის სიფერადე მარტო არ არის, ცხოვრების სიფერადე ყოფილიყოს მრავალჟამიან ამ ადამიანების, აი ამ ბავშვების, თითოეულ თქვენთაგანის გულში სიფერადე ყოფილიყოს და შავი მხოლოდ მოდისთვის ჩაგვეცვას და არაფრისთვის და ღმერთმა ყველა ფერადებში დაგვაბეროს. გილოცავთ ბავშვებო და ფერადი მომავალი თითოეულ თქვენთაგანს.